დღეს მე და ფინომ ძალიან გემრიელი ზებრა ნამცხვრის რეცეპტი მოგიტანეთ, ასე რომ ჩაინიშნეთ და დარჩი ვიდეოს ბოლომდე. არ მეგულება ოჯახი, სადაც ზებრა ნამცხვრის თავისებური რეცეპტი არ აქვს, თუმცა ეს შედარებით განსხვავებულია და ამიტომ გადავწყვეტე გამიზიარებინა. ექს მომზადება არის უმარტივესი. პირველ რიგში ვამზადებთ გოგლი-მოგლის, შემდეგ ვაერთიანებთ სველ ინგრედიენტებს და ამის შემდეგ უნდა დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები. ჯერ ვუმატებთ არაჟანს, გამდნარ კარაქს, შემდეგ კი გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. ახლა დაგჭირდება ფინოს პერგამენტის ქაღალდი, მოვხოთ სასურველ ზომას და ჩავაფრენ საცხობ ფორმაში. სუსტად ვიცი არ მიიკრებს და ფორმაც დაგრჩება ცუპთან. უხრიქს გასწავლით, პირველ ფენად უნდა გავუშვათ თეთრი ბისკვიტი, ამის შემდეგ დავაცრათ კაკაო, ესიც გადავურიოთ და მეორე ფენად მოვასხათ. ხოლო შემდეგ კოვზის დახმარებით აი ესე მოხერხებულად გადავურიოთ ერთმანეთს. აცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე. მზაობას ვამოწმებთ კბილის ჩხირით. ექსი კარგად რომ გაგრილდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოვასხათ თავზე გამდნარი შოკოლადი. დამერწმუნეთ, ესეთი გემრიელი ზებრა ჯერ არასოდეს გაგისინჯავთ და თუ აქამდე არ გიყვარდათ, ამ რეცეპტით აუცილებლად შეგიყვარდებათ.